მოგესალმებით. Ძირფესო მეგობრებო. ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი. პირადი კონსულტაციები არის ფასიანი. 12-ში მაქვს ფინანსური არხის წმენდა. ძალიან ძლიერი დღე არის ენერგეტიკულად. ღირებულება არ მაქვს მითითებული. ნახოთ ვისთვის არის შემდეგი გაშლა. კაცი თავშეკავებული, კაცო. ნეტყობა განსაკუთრებულ ფენომენთან გვაქვს ჩვენ შეხედა. თავშეკავებული მამაკაცი. მაგრამ ძალიან მე ესე წავიკითხავდი, რატომაც ქალურ ენერგიებში უნდა წავიკითხო, ემოციები, ცავსი და რაღაცა ესეთი ტიპაჟი არის, ძალიან ფრანჩიკი ყავს, ნაზი შეიძლება რაღაც ესეთი ენერგია მოდის, აი ნაზი მოვაპარაკე მამაკაცი. საშუალო ფენა. ნუ ვიღაცასთან ესეც იქნება, მოდი. გითხრათ რაღაცები რომ ვერ შეასრულა, მოკლედ, გააკეთა თითქოს. შეიძლება შეგვირდათ რამე, ხო? მაგრამ უფრო რაღაც მეორე ვარიანტი მერე წამოვიდა, ახლა რადგან საჯაროა ენერგიაში, თორე ესეთი ნაზი მამაკაცი ყავს სახეზე. ნახოთ. ის არის ვინ არის ეს? არა, ქალური ენერგიები რა როგორიცი სინაზის გამო ვთქვით, თორე ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლა სხვა პრობლემებს არ გულისხმობ ამას. კარგი, მეც გავნასდი გონია რაღაც ისე. კაცი და ახლა არა არის ხანდახან ხო რაღაც ზოგიერთი მამაკაცი ისეთი არის. ძალიან იშვიათია ხო ახლა ქალბატონმა რაღაც ან არ დაატორმუზო, ან დაფათებული არ მიაჩერდიან, რაღაც არ შეიცვალო ან ხანდახან არის ხო მომენტალურად ადამიანი რაღაც ვიბრაციებს რო დაიჭერს, იმ ვიბრაციებზე რაღაც წამიერად გადაერთოს, თორე შეიცვალოს არა. კარგი. ნახოთ რა ხდება აქ, რა ხდება ესე მინდა კითხვა დავსვა, რა ხდება აქ. ჩემს არკანებს ნუყურებთ მაქედან. მე არ ვშლი სტანდარტულად, ეს ნიშნავს ამას, ეს ნიშნავს იმას, ესე არ ვშლი გენერალურად. რა ხდება აქანე, ვნახოთ ახლა ჩვენ. აქანე. მანიპულაცია მისი მხრიდან. მანიპულაცია, თავშეკავება. ეს თუნდაც თუ ესეთი ფორმატით არის მართლა რომ რაღაც ძალიან დამშვიდდი სხვათა შორის თუ რაღაც სიმშვიდეც მოდის მისი ენერგიებიდან. შეიძლება ის ზუსტად ეს ენერგიები თქვენში ჭარბობს, ხო, ამ ადამიანთან, როცა გაქვთ რაღაც კომუნიკაცია. ყოველ შემთხვევაში რეალურად ვინ ხარ, მოდი ეს მანახე. რეალურად ვინ ხარ ადამიანო შენ, რას იმაში ვეღარ უიმედედა. ой, ბედედა. აი აქ არის ზუსტად ზაღლის თავი დამარხული. რეალურად არ შემდგარი პრინცი არის. მაგრამ ტრადიციებს და რაღაცებს ეს კანონი შეიძლება ყურადღებას აქცევს. ხო, ვერ ვიტყვი ახლა ეს მაღალ თანამდებობა და ესე არა. ხო, ესე ვერ ვიტყვი მაღალი თანამდებობა და ესე, მაგრამ
ან შესაძლებლობა შინაგანად ძლიერი პიროვნებაა ძალიან. კი, ეს მისი მხრიდან არის манипуляცია. ნახე, 7 იერი თუ სიმშვიდე რაღაც განსაკუთრებული მისი მხრიდან თავშეკავება თუნდაც ეს რაღაც ცოტა სინაზეა იმისთანაც დაიგრუხუნებს და ჭიქავს რომ საიდან ამოვიდა ამ ხელახმაო ესე იტყვით რას ლაპარაკობთ манипуляცია ეს მისი ხო კარგით ნახოთ მაშინ რა უნდა ადამიანს რას გრძნობს თქვენს მიმართ რას გრძნობს მოწონ ხართ მოწონება არის რას გრძნობს რას გრძნობს მოწონება არის კარგი რა გინდა რა ინტერესები გაქვთ მოდი მაშინ ასე ვკითხოთ ინტერესებში რა შედის რა ბურდიალობს ვერ გავიგე ცოტა როგორ არის იცით რა ვიცი ახლა მოდის ხინკლის საჭმელად რო შეხვიდეს რაღაცა და გაიყოს ჯანდაბას ხაჭაპურ შევჭამო ესეთი თემა ჭირს ხო რაც გამოვა თუ როგორც იქნება ყველანაირად ყაბულს არის რა ინტერესი აქვს ამ ადამიანს თქვენს მიმართ დიდი თამამბავი ვიღაცა არის მოდი მე ასე გეტყოდე ეს თავს ვერ მომოს რაღაცა მოსვლა უნდა თქვენთან აშკარა არის თუ შეხვედრა მაგრამ ამასაც რო ვერ თავს ვერ აბამს რაღაც გრძნობა აქვს და ამის გამჟღავნებასაც თავს რო ვერ აბამს რაღაცა ესეთ ენერგიებში დამიფიქსირდა ახლა სხვადასხვა კარგი გავიგე რაღაცა რა ვიცი გადმოაგდენა წავიკითხავ ეს თემა ჭირს რამეს იმოქმედებ ბოლო თუ ესე ვიფორთხიალებ ახლა გაჭირებულად манипуляციებით აიცით რა არის კონკრეტულ მოქმედებაზე ადამიანი არ მიფიქსირდება თან მოწონ ხართ თან манипуляციას მაშვება თან გარწმუნებთ რომ ესეთი დასტოინი თუ მშვიდია თუ რაღაც ესეთი ტიპაჟია თან თავს ვერ აბამს რაღაცებს თან თავს იკავებს ცხაბარასკები აქ ამას მეგონი თავში ვერ ჩამოყალიბდა იმიტომ რომ თავიდანაც ესე დამიფიქსირდა ქაოსი მთლიანად ქაოსში არის ხო თვითონ ვერ არის ეს ადამიანი გარკვეული რა უნდა იმოქმედოს არ იმოქმედოს მოწონ ხართ არა რომ მოწონ ხართ ეს იცის მაგრამ კარგი რა გიშლის ხელს გარდა იმისა რატო ხარ ქაოსში მაშინ ასე რა გიშლის ხელს ეს უფრო ალბათ შეფერებული კითხვა რა ოჯახი ყავს დედა ოჯახი ყავს ამას ახლა ოჯახი ყავს გამორიცხული ამას ყავს ოჯახი ან ფარული ოჯახი თუ ოჯახი არ ყავს მაშინ ფარული ოჯახი ხო კი ასეთებიც ხდება ხო ადრე მაქვს მოყოლილი არ ვიცი გახსოვთ თუ არა და ახლა მაინც გავაჟღერებ შეგახსენებ და ახლებისთვის ახალი იქნება ესე მოკლედ გოგოსთან ესე მივიდა ოჯახში მივიდა ბიჭი და ხელი ითხოვა ამ გოგოს ამ ოჯახში კაცო ძმა მამა რავი ბიძიები ბებია ბაბუა დედა და ხო და რძალი და ირგვლივ რო შენი სანათესაო ცხოვრობს თან სუყვალა და გადმოვიდა ეს ხალხი ეს სუყვალამ გაიგორობს ესე იგი ხელი ითხოვა ну ახლა შეხვედრაზე ესე დროს ხო არ არის ხა მიზანშეწონილია და შეხვდნენ ყველაფერი იქიდან აქედან და მე ისე მოხდა რომ გაიპარა ეს გოგო ანუ ისე თვითონ მიოლი ფორმით რაღაც საშუალების გამო და ცოტა ხანში ბიჭი გაორთქლდა
ნუ მოვიდა ეს გოგო მე ახლა ნაკირავებში იყვნენ იქიდან აქედან დარჩა ფეხმძიმეთ დაიწყენ ამ ბიჭის მიაგითხენ სახში კაცო მივიდნენ მოძებდნენ რა არის მოძებნავი ხო ვის ვერ იპოვიდა სად არისო საო ქალიო ცოლიო ფეხმძიმეთ არისო და კაციო რა ის ცოლიო გამოვიდა დედამთილი ცოლს ყავს რძალს ყავს მე სახში და შვილი რა ის ცოლიო რის ცოლია გამოჩნდა ცოლიანი კაცი რატო მოგიყევით ასეთიც იკადრა მამაკაცმა კი ამიტომ ძალიან ნუ გაიკვირვებთ უცოლო ბიჭად გაასაღა გაეცნო გოგოს და ოჯახში რომ მიხვალ და იცი რა ერთ ადამიანს ატყუებ ჯერ ერთი აკლემის ქურდიდან ემსის ქურდიო ყველა ქურდიაო ხო ერთი ადამიანი რა მერე კიდე კაი ერთი ადამიანი ბიჭო ამდენ ხელა ოჯახი ამ ხელა სანათესაო ოჯახში ჯერ მე რა ვიცი მუხლები როგორ არ უნდა მოგეკვეცოს ან შუბლის არღმა როგორ არ უნდა შეგაწუხოს ამდენ ხალხს თვალები როგორ უნდა უყურო რომ ამ ხელა ტყუილს კადრულობ ადამიანი შედიხარ ოჯახში ხელს ითხოვ მიყავს ქალ და თურმე ცოლშვილი სახში გიზის გიჯენია თუ როგორც არის აიგეთ მე არ ვიცი ახლა აქ ეს უბრალოდ გამახსენდა და მოგიყევი ჩაგიკვეხეთ არ გაიგივირდეთ ფარული ოჯახი ეს ამ შემთხვევაში ახლა იქ სადაც ცხოვრობდა ყველა მიცოდა ეს კაცი კაცო ცოლიანი იყო მაგრამ ამ გოგოსთვის ფარული და ფარული ინფორმაცია იყო ხო აი ეს გაგიჟღერეთ მე თქვენ აქ არის დაფარული ხო მერე უკვე როგორ იქნება იცით თუ რაღაცა გაიმკაცრებს ხასიათს ესეთ მამაკაცებს უკვე აღარც იმის წვენიათ ქალმა ქალს გადააბრალონ ხო ნუ ეხლა მათ თუ აწყობთ ქალს ყველაფრის უფლება აქვს მათ თუ არ აწყობთ ქალს არაფრის უფლება მე ესეთი კატეგორია დაგვიფიქსირდა დანარჩენი თქვენ უნდა გადაწყვეტოთ რა გიღებთ ამ ადამიანთან და რა არა საჯაროა გაშლა ყველასთან ესე არ იქნება შეიძლება აქ იყოს ცოლი არა მაგრამ დაუშვათ მისი რაღაცა ოჯახის წევრები და ასე შემდეგ და შეიძლება ოჯახური საკითხები პრობლემები რაც უშლის ხელს ნუ ვიღაცასთან მოდი ყოფილიც დავასახელოთ რადგანაც საჯაროა გაშლა ვიღაცა რაღაცა ესეთი თემები უშლის ამ ადამიანს ხელს თუმცა ვიღაცისთვის პირდაპირ მინიშნება იყო ეს რომ ოჯახი ყავს აქ დანარჩენი ვერსიები უკვე უბრალოდ გავშალე ესე რა ვთქვათ ხო რომ ინდივიდუალურივით არ გამოვიდეს ეს გაშლა ჩემო კარგებო ამიტომ ეს ყველაფერი გაითვალისწინეთ გრძნობაზეც იმიტომ კი მოწონხარ ნუ დაევასეთ რა ამიტომ მე ყოველთვის ვამბობ იცით რა არის გინდა მე რა ქვეცნობიერიც კი ბატონო სუფთა აქვს მოწონხართ მაგრამ ეს არ არის ის რომ საკმარისი მოდი ასე ვთქვათ ურთიერთობისთვის ხო ყველა ადამიანი შეიძლება ბევრი ვინმე მოგეწონოს მოდი ასე ვთქვათ ძალიან კარგი ბიჭი იყოს ესეც შეიძლება აი ძალიან კი ბატონო ძალიან კარგი გოგო იყოს ქალბატონი მაგრამ აი ცოლად და ქმრად არ გინდა ხო ყველა ესე ხო არ არის კაც რამდენი კარგი ქალია და რამდენი კარგი ბიჭია ყველა ცოლად და ქმრად ხო არ გინდა ხო თუმცა ბევრს ეთყობა მაგ ფსიქიკაშიც უჭირს მაგის განსაზღვრაშიც ხო რა ვიცი რა მოკლედ ესეთი ინფორმაცია დაგვიფიქსირდა იმედია გამოგადგებათ ეს პატარა ისტორია და გამშვიდობებით გისურვებთ წარმატებებს დროებით